ესე იგი, მეგობრებო, ამას წინათ დომინოში ვიყიდე, აი ეს თეთრი ორქიდეა. თეთრი ორქიდეები მიყვარს, მე კიდე უნდა ვიყიდო თეთრები და მე რამდენიმეს ერთად ჩავსვავ ერთ კაშპოში. ბევრი თეთრები ერთად მომწონს, ლამაზია ხოლმე ძალიან და როდის ვიყიდე, მე მგონი 3 მარტს თუ 2 მარტს და იყო თავისთვის არ ვაპირებდი საერთოდ გადარგვას. დღეს რომ ვნახულობდი, გამადიდებელი შუქით ვნახე მომინდა ნახვა, რომ აბა მეთქი ისა როგორ აქვს ფესვები დავათვალიერო და უნდა ჩამესვა ცოტათი, აი ესე ვსვამ ხოლმე ახლებს 2 სანტიმეტრზე და არც კი ჩემი და ესე უვლის ესე სვავს და უკვე უყვავის სულ თავისით სახლის ყვავილობის ლამაზად კარგათაც აყავს, არ აყავა მოყვანილი და სახლის ყვავილობითაც კარგად ყვავილობს. ის ტორფის ჭიქა ისევ ზედა აქ ხო და მეც ესე ვაპირებდი და დღეს შევამჩნია ამ გამადებელისათვის ძალიან ბევრი პატაწინაჭიები დაცოცავდნენ, ძალიან ბევრი. შეიძლება ის ჭიები უნებლებიც იყვნენ, მაგრამ მე ერთ აი ესეთ ფესვს რო წავავლე ხელი, ესეც ესია. ჩამოფუშული იყო და ვიფიქრე, თავიდან ღონიერი იყო ეს ფესვები და ვიფიქრე, ალბათ წვენი გამოწოვეს მეთქი, უცბად არც აქტარა მქონდა, არც არაფერი და ამოვსვი, გავრეცხე, გავაშრე ქარში, დავკიდე და გაშრაუცებ და ჩავსვი. აი ესეთ რაღაცეებში ცოტა ძალიან ოდნავ პერიოდი შეგურიო. ცოტა პატარა აი ესეთი თეთრი კენჭები. პატაწინები და აი ეს დომინოში ნაყიდი 15 ლარი და თუ 14 და რაღაცა ზუსტად არ მახსოვს და ძალიან კარგი ის არის გრუნტი. გრუნტი ხოქია ამას აი სხვილები. სხვა დროს ნაგავია ხოლმე და ესე გადავსვი. ეხლა პირველი მორწყვა წყალი ავადურე გავაციებ და იმით მოვწყავ მაინც. კი არის გარეცხელი და წესით არ უნდა ვითომ მორწყვა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ფუძდება ხოლმე მე დიდხანს რომ მოვურწყავ. მოვურწყავ და დავდებ და გავაგრძელებ ჩვეულებრივი წესის ცხოვრებას. ჩვენ და ჩვენი ორქიდეა. ყურადღებისთვის მადლობა.